ქართული ოცნების პარლამენტი რეპრესიული კანონების დამტკიცებას განაგრძობს დღეს. მესამე მოსმენით მხარი დაუჭირეს ცვლილებებს გრანტების კანონში, რომლის თანახმად დონორებს გრანტის გასაცემად ოცნების მთავრობის თანხმობა დასჭირდება. თანხმობა იქნება საჭირო გრანტის მიზნის ცვლილების შემთხვევაშიც. ამ წესის დარღვევა გამოიწვევს მიმღების დაჯარიმებას გრანტის ორმაგი ოდენობით. აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს. პაკეტი დაჩქარებული წესით განიხილეს და 2 დღეში დაამტკიცეს. კანონი მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერისთანავე ამოქმედდება. 82 წინააღმდეგი კანონი მესამე მოსმენით მიღებული. ქართული ოცნების პარლამენტმა დღესვე მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი ეგრეთ წოდებულ ანტინარკოტიკულ კანონ პროექტს. ცვლილებების თანახმად თუ პოლიციელი ქცევითან სხვა რაიმე გარეგნული ნიშნით ჩათვლის, რომ მოქალაქე შეიძლება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იყოს, მას უფლება აქვს გადაიყვანოს იგი ექსპერტიზაზე. ამ მოთხოვნაზე უარის თქმა შესაძლებელია, მაგრამ უარის შემთხვევაში მოქალაქეს მაინც რჩება ვალდებულება პოლიციას 24 საათის განმავლობაში დამოუკიდებლად ჩატარებული კვლევის შედეგები წარუდგინოს. მოთხოვნის შეუსრულებლობა პირველ ჯერზე 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმით დაისჯება 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით. განმეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება. ნარკოპოლიტიკის გამკაცრების შესახებ კანონპროექტის ფარგლებში სისხლის სამართლის კოდექს ერთ-ერთი სასჯელის სახით სავალდებულო მკურნალობაც დაემატება. პროკურორის მოთხოვნის საფუძველზე შესაბამისი კომისია განიხილავს, დაენიშნოს თუ არა ნარკოდამოკიდებულ პირს სავალდებულო მკურნალობა, რის შემდეგაც მოსამართლე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. ქართული ოცნების დეპუტატებმა დღეს ასევე მხარი დაუჭირეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაყოფას. რეგიონული განვითარების მინისტრად სუსის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ დილუაშვილი უნდა დაენიშნათ, თუმცა ირაკლი ყობახიძემ თავდაპირველი გადაწყვეტილება შეცვალა და მინისტრის პოსტი თბილისის მერის მოადგილეს კახა გულედანს ჩააბარა. ინფრასტრუქტურის მინისტრი კი კვლავ ირაკლი ქარცელაძე იქნება.